მიმდინარე წლის ბოლოს სამდგომარეობა გვაქვს ჩვენ 5G იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. გუშინ ჩვენ გქონდა ინფრასტრუქტურულ სესიაზე გეგმები, მათ შორის 4G-ის მოწვევასთან დაკავშირებით, მაგრამ 5G-ის მიმართ არის ძალიან დიდი მოლოდინი და ძალიან დიდი კითხვები და ინტერესი. ამიტომ შევაწყვეტ ხალბატონი კეთილი ხიოში, რომელიც გახლავთ რეგულირებული კომისიის თანამშრომელი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შევთხოვთ რომ დაიწყოს მისი მოხსენება. მადლობა. დიდი მადლობა, მოგესალმებით და უპირველეს ყოვლისა ძალიან მიხარია რომ წლევანდელ ინტერნეტ მმართველობის ფორუმზეც ეს თემა კვლავ აქტიურია. წინა შეხვედრაზე ძირითადად ჩვენ საუბრობდით სტრატეგიაზე და ხედვაზე, რომელზედაც კომისია მუშაობდა და მე დღეს მიხარია რომ უკვე შემიძლია წარმოგიდგინოთ გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით გადადგმულ იქნა ჩვენს მიერ. ზოგადად ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ყოველთვის გამოწვევა, ასე იყო 2G 3G-ის 4G-ის შემთხვევაშიც და არც 5G არის გამონაკლისი, თუმცა 5G-ის, ანუ როგორც ყველამ ვიცით, აქვს ის უპირატესობა, რომ ეს არ არის უბრალოდ საკომუნიკაციო მომსახურებების განვითარება ან ტელეკომში უბრალოდ ერთი ახალი ნაბიჯი, ეს არის ის ახალი ტექნოლოგია, რომელიც არის ციფრული ეკონომიკის განვითარების, ასე ვთქვათ, ძირითადი საყრდენი და რომელიც უკვე ევროპული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ანუ ეს ნამდვილად მუშაობს და 5G არის ნამდვილად ის ტექნოლოგია, რომელიც ინდუსტრიულ განვითარებას ხელს უწყობს და უზრუნველყოფს მის წარმატებას. ძალიან დიდი გამოწვევა იყო ამ მიმართულებით პანდემია, ძალიან ბევრი მიმართულებით შეაფერხა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 5G-ის დანერგვა, ანუ შეფერხდა რამდენიმე აუქციონის სიხშირეებისა ევროპაში და ჩვენი გეგმა რომ იყო რომ ჩვენ გვინდოდა 2020 წლის ბოლოს აუქციონი გამოგვეცხადებინა, სამწუხაროდ ამ გეგმამაც გადაიწია. თუმცა კომისიას ანუ ეს დრო არ დაუკარგავს, ასე ვთქვათ, უქმად და ძალიან ეფექტურად გამოვიყენოთ იმ კუთხით, რომ ჩვენ მოვამზადეთ საკონსულტაციო დოკუმენტი, რომელიც ასახავდა კომისიის ხედვას იმ ვალდებულებების თვალსაზრისით, რომელსაც მოიაზრებს კომისია აუქციონის ფარგლებში და წარმართეთ ეს საკონსულტაციო პროცესი, რომლის ფარგლებში ძალიან საინტერესო უკავშირი მივიღეთ ბაზარზე მოქმედი ოპერატორებისგანაც, ასევე სხვა კომპანიებისგანაც, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან 5G-ით. ასევე მოვახერხეთ იმ ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება, რომელიც ამ ეტაპზე 5G-ისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც უჩამ ახსენა გუშინდელ პანელზე სამინისტროს წარმომადგენლებმაც ისაუბრეს ამაზე და ოპერატორებმაც და დღესდღეობით ანუ ნამდვილად ვადასტურებთ, რომ ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ კანონი იქნებოდა ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო ის ჩარჩო, რომელიც ძალიან ხელს შეუწყობდა 5G-ის უფრო სწრაფ და უფრო ეფექტურ განვითარებას საქართველოში და ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს მუშაობა, კომისიაც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში და ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი ძალიან მალე და ასე ვთქვათ, გადაწყდება და ჩვენ გვექნება უკვე ეს კანონი, რომელთაც ოპერატორები შეძლებენ უფრო ადვილად განავითარონ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა. ასევე ინვესტიციების ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით, რომ 3G-სგან და 4G-სგან განსხვავებით 5G არის ტექნოლოგია, რომელსაც ძალიან დიდი კაპიტალური ინვესტიცია ესაჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა, ამ შემთხვევაში ეს მაინც დიდ არ შველის ამ საკითხს და ჩვენი ოპერატორებისთვის ესეც არის ერთ-ერთი წნეხი, განსაკუთრებით პანდემიის ფარგლებში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თუმცა ამასთან დაკავშირებით ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ ნოემბერში კომისიამ დადგენილებაში აუქციონის გამართვის შესახებ შეიტანა ცვლილება და სწორედ ახალი ტექნოლოგიების და ქსელების განვითარების მიზნით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ინვესტიციების ახალისების მიზნით ოპერატორებს შევთავაზოთ დამატებითი ფასდაკლება აუქციონის ფარგლებში გამოტანილ სიხშირეებზე. ეს არ არის, ასე ვთქვათ, ხელწამოსაკრავი ან რომ ვთქვათ უმნიშვნელო საკითხი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 5-ჯერ აღემატება 5G-ის ინვესტიციების მოცულობა წინა ტექნოლოგიის ფარგლებში განსახორციელებელ ინვესტიციებს და ასევე ვიცით, რომ 2020 წლის ევროკომისიის რეკომენდაციაშიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება
ხუთიჯის ქსელების განვითარების კუთხით და მისი ხელშემწყობ ფაქტორად დასახელდა სწორედ სიხშირეების ის მინიმალური საფასურის განსაზღვრა, რასაც რა თქმა უნდა იძლევა ეკონომიკური მდგომარეობა და რეალურად ამ სიხშირეების ბიზნეს მოდელირებით შეფასების მეთოდოლოგია. სწორედ ამ რეკომენდაციითაც იხმძღვანელა კომისიამ, რა თქმა უნდა, და ჩვენ მივიღეთ ეს ცვლილება დადგენილებაში, რომელიც იქნება შესაბამისად აუქციონში ასახული. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ განახლებული ვალდებულებების დოკუმენტზე, რომელშიც რა თქმა უნდა ფასდაკლების ნაწილიც ასახული იქნება და ჩვენ ძალიან მალე შევთავაზებთ ჩვენს დაინტერესებულ მხარებს, ასე ვთქვათ, stakeholder-ებს იმ აუქციონის იმ გადაწყვეტილების პროექტს, რომელშიც უკვე განახლებული პირობები იქნება ასახული და კომისიის განახლებული ხედვა და სწორედ ამის შემდეგ უკვე ჩვენ შევძლებთ, რომ გამოვაცხადოთ აუქციონი და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პირობები რაც იქნება ძალიან მიმზიდველი და ძალიან წახალისებული, რათა რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ მიიღოს აუქციონში მონაწილეობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ინტერნეტის მართლობის ფორუმზე ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ ვისაუბროთ არა გეგმებზე, მხოლოდ და ჩვენს მიერ კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, არამედ გვექნება შესაძლებლობა, რომ უკვე წარმოვადგინოთ ის პრაქტიკული кейსები, გამოცდილებები, რომლებიც უკვე ჩვენს ქვეყანაში იქნება და ოპერატორების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ვისაუბრო და ისინიც ვიხილო, ასე ვთქვათ, ჩვენთან ერთად და ერთიანი ძალისხმევით წარმოვადგინოთ უკვე ის, რაც იქნება გაკეთებული. ჩვენ კითხვები თუ არის უჩა რამე ფორუმზე, მზად ვარ, რომ უფრო დეტალურად გავცე პასუხი. Ოდიში. ვერ ჩავდა. ისმის ახლა ხო? ოდიში, გვაქვს ორი კითხვა. პირველი, თქვენ თუ შეიძლება დავაგვაბროთ ვადები დაახლოებით შემდეგი წლის რა პერიოდში იგეგმება აუქციონის გამოცხადება და ინფორმაციის გაზიარება სხვებისთვის. და მეორე, ჩართულია თუ არა სატესტო 5G ქსელის სადმე საქართველოში და თუ არ არის ოდის იგეგმება სატესტო რეჟიმში ამ ქსელის ჩართვა და რომელ ქალაქში? მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ყველა იმ პროცედურის გათვალისწინებით, რაც თან ახლავს აუქციონის გამოცხადებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იანვარ-თებერვალში აუქციონი გამოცხადდება. ანუ კომისია ამის შესახებ იმშელებს ხდომაზე და მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება სატესტო ქსელს, არა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში არ მიმდინარეობს არც ერთი პროექტი, თუმცა გასულ წელს კომპანია Macticom იყო ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც თავისი ოფისის ფარგლებში და გარკვეული გეოგრაფიული რეგიონის ფარგლებში გატესტა 5G აპარატურა და გარკვეული, ასე ვთქვათ, მიკროგარემოში გარკვეული ტესტირება ჩაატარა. ბოლო კითხვა გვაქვს, რომელიც სულ ამ შემოვიდა. საუბარი არის ურთიერთკავშირზე 5G ქსელის თანერგვასა და ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონის მიღებასთან დაკავშირებით და საკუთარ საინტერესო დაკითხვა და მადლობა კითხვის ავტორს. ამას დაკავშირებით ასე ვთქვით, ალბათ, ანუ არის მათ შორის კავშირი თუ ეს მაინც შეიძლება დავიწყოთ ჩვენ ისე რა გქონდეს კარგი ხარისხის პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურასაც შეეხება, როგორც ახლა აღნიშნე და გუშინაც ინფრასტრუქტურის პანელზეც ამაზე ითქვა, ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონი იქნება კი ნამდვილად არის ის ჩარჩო, რომელიც ხელშეუწყობს ამ პროცესის დაჩქარებას და უფრო ეფექტურად განხორციელებას.
ეს ნამდვილად ასეა. თუმცა, ანუ როგორც ასე ვთქვათ, ხელშემშლელი ფაქტორი ეს ბარიერი, რომ თუ ეს კანონი არ იქნება დამტკიცებული და ძალაში შესული, ანუ ამის გარეშე 5G-ს დანერგვაზე საუბარი არ იყოს, ან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ვთქვათ სხვა წინაპირობები, ასე მე ნამდვილად ვერ ჩავთვლიდი, მაგრამ ხელშემწყობი და წამახალისებელი ნამდვილად არის დროის კუთხისაც და ინვესტიციების კუთხითაც. კითხვები ასაგებია პასუხი, მადლობა კეთი, ძალიან კაი არის ჩვენი მობილური კომპანიების ქსელი განვითარებული იმგვარად, რომ ეს არსებითად არ დააპკოლებს 5G ქსელი გადასვლას და 4G ქსელი გვაქვს. მადლობა კეთის, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოსვლისთვის. ველოდებით კონკრეტულ დეტალებს ყველანი და კომისიისგან გავიგებთ. წარმატებები კეთის, მადლობა. შეგვიძლია უკვე თქვათ რომ დავასრულოთ ეს გამოსვლაც და გამოვაცხადოთ 45 წუთი შესვენება სადილისთვის და უკვე შევხვდებით შემდეგ სესიაზე, რომელიც შეეხება ბოლო მომხრევლების ხარეს არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს, მათ შორის ისეთ რაღაცნაირი რეგიონებში, როგორც არის სვანეთი და რაჭა, იქიდან გვიხდება ჩართვა ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებიდან. მადლობა, ვაცხადებთ შესვენებას 45 წუთით.